მშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით კომერსანტის დილა ეთერშია შეგახსენებთ დღეს პარასკევია და ტრადიციულად ჩოთა ბურჯანაძე ჩვენთან ერთად არის უნდა ვისაუბროთ ტურიზმზე და იმ ტენდენციებზე თემებზე რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარდა და ეხება სწორედ ამ სექტორს თუმცა პირველ რიგში მოგესალმებით ჩოთა მოგესალმებით მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა მივესალმებით ჩვენს მსმენელს და ბედნიერ უქმებს გისურვებთ. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ კლავინდებურად. მოდით ბოლო ამბებით ამ ვიზა ლიბერალიზაციის თემით და მის გავლენაზე და ამ შეფასებითი ნაწილით დავიწყოთ და შემდეგ მაის ტურიზმიც გვაინტერესებს, რომლის შესახებაც ასევე არის ცნობები, რომ გარკვეულწილად არის შეფერხებები სწორედ ნაკადებში და ამ მიმართულებაში. თუმცა ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო გადახედვის საკითხი თქვენი შეფასებით ეს ნიშნავს ზოგადად ქვეყნისთვის და კონკრეტულად ტურიზმისთვის. როგორი შეიძლება იყოს გავლენა თუ ამ რეალობის წინაშე დავდგებით? ძალიან რთულ თემას ვეხებით ახლა და ეს არის არ ვიცი არ მინდა რომ ძაფრი სიტყვები ან რაღაც ისეთი შედარება გავაკეთო რბილად რომ ვთქვათ უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება ეს იქნება კატასტროფა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ანუ ადამიანი როდესაც რაღაც სწორ გზაზე მიდის ვითარდება და მას გარკვეული ბენეფიტები ეძლევა სხვადასხვა მიმართულებებში და ამ დროს რაღაც კატასტროფა მოხდება და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ჩამოიშლება აი ზუსტად ესეთი ვითარება იქმნება. იმიტომ კი არა რომ ჩვენ გადაადგილება შეგვეზღუდება და საქართველოს მოქალაქისთვის იქნება პრობლემა. ეს გლობალურად საქართველოს მიმართებაში გამოიწვევს პრობლემას. ეს აქ არა მარტო ტურიზმის სფერო არის იქნება მნიშვნელოვანი, აქ ზოგადად საინვესტიციო გარემო, ინვესტორების დამოკიდებულება ქვეყნის დობა და ასე შემდეგ ასე, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ ტურიზმს შევეხებით, ამ შემთხვევაში ჩვენ ხშირად გვითქვამს და მე ხშირად მithქვამს დამიდასტურებთ ალბათ, რომ ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობა პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით სწორი გადადგმული ნაბიჯი არის და რაც უფრო მეტი იქნება ეს მით უფრო უკეთესი არის, მით უმეტეს რეგიონებისთვის, როგორიც მაგალითად ქუთაისის შემთხვევაში და ბათუმის შემთხვევაში ჩვენ ხშირად გვხვდება და იმ ვითარებაში, როდესაც თუ შეწყდა და ღმერთთან უკრავს, უბრალოდ ამის წარმოდგენას არ მინდა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის თემა შეწყდება, ამ შემთხვევაში ის ნაკადები, რომელიც ჩამოდის საქართველოში ტურისტების და ამას ასე ვთქვათ სხვადასხვა ავიაკომპანიები ემსახურება, რა თქმა უნდა, საქართველოს მათ მომსახურებაში საქართველოს მოქალაქეც შედის, გადაფრენა და მოთხოვნა ქართველების მხრიდან არის, ეს თუ მთლიანად შემცირდება, რა თქმა უნდა, ეს კომპანიები უკვე შესაბამისად ფრენებს შეამცირებენ და მათთვის ვერ იქნება საქართველოს ამ შემთხვევაში მიმზიდველი და სრულად გააუქმებენ და გააუქმება იმას ნიშნავს, რომ ეს პირდაპირ ფრენები შეწყდება და ევროპიდან რასაც დღეს ჩვენ თუ სხვადასხვა ქვეყნებიდან ვღებულობთ პირდაპირ ფრენების შესაძლებლობას მთლიანად შეწყდება და ეს შეწყვეტა არა მარტო თბილისზე, რეგიონებს მთლიანად დაანგრევს და ის ინფრასტრუქტურები, რაც დღესდღეობით არის მშენებლობის პროცესში და განვითარების პროცესში ეს განვითარება რომელიც დღეს სახეზე გვაქვს დარწმუნებული იყავით რომ უბრალოდ აღარ იარსებებს. კი ბატონო შოთა აქ ჩაგეკითხებით არის ესეთი მოსაზრებების და ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით პირველი ის რომ ჩვენს სწორედ ამას ვამბობთ გასცემის დასაწყისში რომ არც კი გვინდა ამას გაფიქრება რომ ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმდეს ჩვენთან თუ ეს სცენარი წავიდა, ისევ და ისევ რასაკვირველია ხარჯვით ნაწილზე მნიშვნელოვანი ზეგავლენაც ექნება. ხო, ფიზიკურ პირებზეც რო ვისაუბროთ, რომელსაც მოსაკრებელის გარდა, შემდგომში გაძურებული მგზავრობა, ყველაფერი ერთად, დროითი ხარჯი, ფულადი, ფინანსური ხარჯი და ასე შემდეგ. აი, როგორ ფიქრობთ, შეიძლება იყოს თუ არა ასევე სცენარი, რომ უფრო მეტად პოლიტიკა გააქტიურდეს ალტერნატიული ბაზრებისკენ, რომ აქეთ მიიზიდონ ჩვენი რეზიდენტები, რომ იმოგზავრონ. ეს არის კითხვის ერთი მხარე და მეორე
ვთქვი, ეს იქნება თუ არა უფრო მეტად იაფი, იმიტომ მე რამ პოზიციებიც ვნახე, ბევრმა თქვა რომ ტურისტულ სექტორის წარმომადგენელმა რომ ისიც საკმაოდ ძვირია, თუნდაც იგივე აზიის ბაზარი მაგალითად, რომელიც ახლაც ძალიან ძვირია და მერეც ეს ძვირი იქნება. აი, ამ ნაწილს როგორ უყურებთ თქვენ? ნოდარ ჩვენ არ უნდა ვეძებდეთ გასაქცევ სიტუაციას. ანუ ბუნებრივია. მაგაში გეთანხმებით, კი. ვიღაცა თუ რაღაცა უასწრებს და ამ დროს ჩვენ აღმოგვაჩნდება სხვა ალტერნატივა და ალტერნატივის ზებნები ამით დაკმაყოფილდა და ეს ხო არ არის სამოსავალი წერტილი. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ქართველი მოქალაქე იმაზე კი არა დამოკიდებული იქნებ რამესადმე დამასვენა და ალტერნატივა ის თუ შემიწყვეტავს ამას მივემხრობი. აქ არის როგორი სიტუაცია ჩვენ ევროპა რომელიც ჩვენი სახლი არის ამ სახში შესვლის უფლება რო არ შეგიძლია და შენ უნდა ეძებო სხვა ალტერნატივა და ქუჩა ირბინო ეს ვარიანტი არის. დასასვენებელი იქნება და ტურისტულად წასვლას შეზღუდვა კი არ გვემუქრება ჩვენ და ამაზე კი არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი რომ სადღაც დასასვენებელი ადგილის ალტერნატიული მხარეები უნდა მოვიპოვოთ ჩვენ და ის ბიუროკრატია რომელიც შეიძლება შეგვიქმნეს ეს ასე ვთქვათ თავიდან ავიცილოთ არა ჩვენთვის ეგზისტენციალური პრობლემა არის ის რაც მივიღეთ და ასე ვთქვათ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ოცნება იყო და თანმიმდევრული უნდა ყოფილიყო ამაზე უბრალოდ ფიქრიც არ მინდა რომ ამის დაკარგვის შემთხვევაში რა მოხდება ეს არ არის რომ რაღაცა უცებ გადაგიკეტას უკანი და შემდეგ როცა კარგად მოიქცევი ისევ გაგიღებენ არა ეს უბრალოდ სრულად დაკარგვა არის ამ მიმართულების და ამ მიდგომის რასაც ჩვენთვის შინაგანად სახლი ქვია რომ ჩვენ თავს ევროპელებად თვლით და შესაბამისად ის მოთხოვნები რა მოთხოვნებიც ამ შემთხვევაში დაყენებული აქვს ევროკავშირს ევროპას ჩვენთვის რომ ჩვენ განვითარებისთვის არის ეს საჭირო თორე მათი განვითარებისთვის კი არ არის ის მათ შეუძლიათ ისეთ სახელმწიფოებთან ურთიერთობა რომელიც მაგალითად არ არის როგორც ჩვენ ვართ პარტნიორი და პარტნიორ ურთიერთობა გქონდეთ მაგრამ ეს ჩვენთვის კეთდება რომ ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს და ეს ვითარება თუ შეწყდება უბრალოდ ამაზე საუბარი არ არის რამდენად უარყოფით იქნება საქართველოსთვის მენტალობისთვის ეკონომიკისთვის და ასე შემდეგ კი ბატონო და რამდენი წლით დაგხვევს უკან ეს ზოგადად ბიზნესისთვის ხო აქ მარტო ტურისტულ ბიზნესზეც არ არის საუბარი ან მე ნახე გაურკვევლობა ბუნდოვანება და არეულობა რამხელა შეიძლება იყოს ხო არ გვინდა ეს სცენარი ნამდვილად არ არის ხო უბრალოდ როგორ არის უვიზო მიმოსვლა ნიშნავს თავისუფალ მოქმედებას ხო შენ შეგიძლია უბრალოდ რო ვთქვა ეხლა ჩემ პირად მაგალითზე რო ვთქვა ჩემი მოგზაურობის ვთქვა რომელიც საქმიანი ყოფილა რომელიც დასვენებთ ყოფილა იმდენი იდეა იმდენი ინოვაცია იმდენი ინვესტორი მყავს ჩამოყალ ზუსტად ამ აქედან გამომდინარე მე მარტო რომელიც ვთქვა შეიძლება ჩემი მასშტაბები დიდი არ იყოს მაგრამ ადამიანები ესე ქმნიან ზოგადად მომავალს რომ კავშირებით ურთიერთობებით ყველაზე ძვირფასი რაც არსებობს ადამიანის ცხოვრებაში ეს არის კავშირები კი ბატონო როდესაც ეს წყდება მაშინ კითხვას ვერ დასვამ რა მოხდება როდესაც კავშირები გაწყდება ხდება კატასტროფა რა თქმა უნდა კი ბატონო როგორც ყოველთვის ჩვენ დრო არ ყოფნის ხოლმე თუმცა მაინც აი მაის ტურიზმის საქმიანი ტურიზმის ნაწილზეც ვთქვათ თქვენი დაკვირვებით და შეფასებით რა ვითარება როგორც თავად აი ამ სექტორში და ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ წლის პირველ ნახევარში შემცირებული არის აი ასეთი ტიპის ვთქვათ საქმიანი კორპორაციული თუ სხვა ტიპის საკონფერენციო მიმართულებით მოთხოვნა განსაკუთრებით ვთქვათ ევროპის ქვეყნებიდან ინტერესის შენელება იგრძნობა თქვენ რა სიტყვით ამ მიმართულებაზე ზოგადად რამდენად გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც პოტენციალიც რომ აი მაის ტურიზმში ჩვენ გქონდეს მუდმივად დატვირთული წელი ღონისძიებებით თუ სხვა ტიპის ასე ვთქვათ საქმიანობით სალომე ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ და ალბათ თვის განმავლობაში კვირა არ გავიდოდა ან კვირაში ორჯერ ან სამჯერ მაინც არ ყოფილიყავი მიწვეული სხვადასხვა კონფერენციაზე, შეხვედრებზე, შეკრებებზე, თუ B2B შეხვედრებზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ეს ვითარება თითქოს არც არასდროს არ ყოფილა ესეთ ვითარებაში ვართ ახლა.
იმ პოზიციის შემდეგ, რაც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდული მოქმედებებთან და ასე შემდეგ, რომ რაც განაპირობებს ზოგადად ამ მიმართულებას მოლოდინიც ვერ იქნება, რომ დღეს ახლა ვისაუბროთ მაის ტურიზმზე, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ეს პატარა ქვეყანა შეიძლება connection place-ი ყოფილიყო მთლიანად ჩვენი სამეზობლოსთვის, ანუ ადგილი, სადაც შეხვედრების ადგილი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე ფასობს იმითი, რომ ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვართ და შესაძლებელი არის ორი სხვადასხვა დაპირისპირებული მხარე აქ მესამე ქვეყანაში შეხვედრის შესაძლებლობა მიცემოდა, ხო? ამას ნელ-ნელა ვკარგავთ და უბრალოდ წარმოუდგენელია, ეს ცუდი არაფერი არ ამაშია, წარმოუდგენელი არის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ხელჩაკიდებული დადის მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამ დროს სადღაც გარიყულ სიტუაციაში ვარდებით. სამი რო ერთად დავდიოდეთ, ეს ხო უფრო დიდი სიძლიერე არის ქვეყნისთვის, მომავლისთვის, პერსპექტივისთვის და ასე შემდეგ. ნამდვილად. წარმოუდგენელი ვითარება, უბრალოდ ამას ახსნა არ აქვს და იმაზე რაზედაც ჩვენ საუბრობთ მაის ტურიზმი რატო ჩავარდა, რატო უნდა იყოს, მოდი ესე დავსვათ შეკითხვა. ვითარება, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში არის, არანაირ საფუძველს არ იძლევა ამ მიმართულების გაძლიერების, იმიტომ რომ იმის გარდა რომ თქვა რაღაცა შეიძლება ქვეყანამ აირჩიოს რაღაც კურსი, შეცვალოს ეს წარმოუდგენელი, ეს სწრაფად უცებ, მაგრამ ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის ვართ გაურკვეველ ვითარებაში. არ ვიცით სად ვდგავართ და არც არავინ არ იცის სად დგას ქვეყანა ახლა რომ შემდეგ რაღაცა მივითარება განავითაროს. ნებისმიერი მოქმედება განიხილება ამ არასტაბილურობით. ის რაც დღეს ჩვენ ხშირად ვისაუბრეთ წინა გადაცემებში რომ ტურიზმი გარკვეულწილად დადებითი იმპულსები შეიძინა, ის ვითარება რაც აგვისტოს შემდეგ შეიძლება ჩვენ დაგვემართოს, ამაზე უბრალოდ ვეღარ ვისაუბრებთ. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონ შუთა, იმედი მაქვს რომ ამ რეალობის წინაშე არ აღმოჩნები, თუმცა აუცილებლად უნდა შევაფასოთ. არ უნდა აღმოჩნდეთ და ყველანაირ ძალისხმევა საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, ნებისმიერმა სპექტრმა უნდა ჩადოს იმაში, რომ ეს ვითარება უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაისვას. ნამდვილად. შოთა ბურჯანაძე იყო ჩვენთან ერთად, მას ერთი კვირით მომავალ პარასკევამდე ვემშვიდობებით. ჩვენ